Salami, დღეს ამ ვიდეოს შევეხებით სუნამოს მდგრადობას, ასევე მის კონცენტრაციას, შემცველობას, ანუ რომელი ვიყიდოთ, რომელი უფრო მდგრადია და დავიწყოთ ჩვენ ახლა გამოვა ცოტა დიდი და საინტერესო ვიდეო. არის რამოდენიმე კონცენტრაცია. პირველი არის ეს არის მისტი. ანუ თმის მისტები როა იყიდება თუ გაქვთ ნანახი თმისთვის არის და რა განსხვავება ხა აქ არის შემცველობა 1-დან 3%-მდე მერე მოდის კოლონი სადაც შემცველობა არის 2-დან 4%-მდე მე თქვენთვის ყველასთვის ნაცნობი ტუალეტის წყალი სადაც არის 5-დან 15%-მდე მერე მოდის უკვე eau-de parfum-ი სადაც შემცველობა არის 15-დან 20%-მდე მერე მოდის უკვე პარფიუმი სადაც შემცველობა არის 20-დან 30%-მდე და მერე მოდის უკვე ექსტრაქტი აი მაგალითად ეს ამუაჟის ექსტრაქტი ინტელუთ 53 ანუ ექსტრაქტში შემცველობა არის 30-40 შეიძლება იყოს 50-იც და ეხა მისმენთ და გონიათ რომ ყველაფერი გაიგეთ ანუ იდეაში ესე თუ მივყვებით სადაც მეტია პარფიუმის შემცველობა ესე იგი სუნამო უფრო მდგრადია всё აღარ გვინდა ვიდეო, ავდგეთ და ვიყიდოთ ექსტრაქტები. ეგრე არ არის. ეხლა დავიწყებ საიდან. ყველა შემთხვევაში ეგრე არ ხდება, რომ სიტყვაზე ვთქვათ, არის ექსტრაქტი, ან არის პარფიუმი და არის უფრო მდგრადი. ერთ-ერთი მაგის ყველაზე კაი მაგალითი არის Tom Ford-ი, მაგალითად eau-de parfum-ი და ბოლოს არის ტუალეტის წყალი. ბოლო 2024 წელს გამოუშვეს ტუალეტის წყალი და ტუალეტის წყალი არის უფრო მდგრადი. ამ კონცენტრაციასთან ერთად სუნამოში არის ძალიან ბევრი რამ და არის მთავარი თუ რა კომპონენტები შედის მასში. ყველასათვის საყვარელი ციტრუსი თქვენ რომ ძალიან გიყვართ და დანელ ძალიან მდგრადი ციტრუსი მინდა ეგეთი არ იქნება ციტრუსი ყველაზე მალე ქრება ასე რომ ციტრუსი მდგრადი ძალიან ვერასოდეს ვერ იქნება მაგალითად ნიშანი ხასიათი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მდგრად ციტრუსად რომელიც არის ექსტრაქტ ვერსია მაგრამ სხვა ექსტრაქტი ვავიღოთ, სადაც უფრო რთული კომპონენტები არის შესული, არის უფრო მდგრადი. ეხლა რაც შეეხება დანელ რაღაცა ჩემ მეგობარს ამდენი ხანი უძლებს, მე ამდენი ხანი როგორი მდგრადია და რაღაცა. მაგას ვერ გეტყვის ვერავინ, ყველას კანი არის ინდივიდუალური. ვიღაცის კანზე ჩერდება 3 საათი, ვიღაცის კანზე ჩერდება 6 საათი. იდეაში პარფიუმს როდესაც ტესტავენ მდგრადობაზე არ იტესტება ეგ ტესტავენ როდესაც ქმნიან იტესტება ნაჭერზე ეს ნაჭერი ივლება ირეცხება ჯერ მერე ივლება ამ პარფიუმში ტოვებენ და მაქედან დგინდება მდგრადობა იმიტომ რომ კანი ყველასი არის სხვადასხვა ზოგს აქვს ცხელი კანი ზოგს გრილი შეიძლება მე ვგზნობდე 2 საათს, შენ გზნობდე 6 საათს. ჩვეულებრივი მაგალითია ავენტუსი დანელ მალე ვერ ვგზნობ და სხვა შენი ავენტუსის ჟღერადობას გზნობს. არის კიდე ფაქტორები, რომ მაგალითად მუსკულს ახასიათებს ისეთი, რომ შეიძლება მალე ვერ იგზნო შენ მუსკულსი, შენ რეცეპტორებზე ეგრე მოქმედებს, მაგრამ მე უფრო დიდხანს ვიგზნო. აქედან გამომდინარე ვიტყვი რომ მარტო არ არის ის რომ ეს ექსტრაქტი იყოს, პარფიუმი იყოს, არომატი უნდა დატესტოთ თქვენ კანზე
და არა სხვის კანზე. არის კიდე რამოდენიმე მომენტი. თუ გინდა რომ არომატი იყოს უფრო მდგრადი, ისხავ თმაზე, ისხავ ტანსაცმელს. ის არის მითი, რომ თმაზე დასხმული არომატი თმას აფუჭებს. ეგ არის სისულელე, არაფერს არ აფუჭებს. ტანსაცმელზე იმიტომ რჩება დიდხანს, რომ ტანსაცმელი არ ცხელდება, არ ორთქლდება. კიდევ ერთი მითი. ზაფხულში უნდა დავისხათ ორჯერ არომატი და ზამთარში დავისხათ მეჩე. ბევრი ბლოგერი მხვდება, ხა არ მინდა სახელი და გვარის ჩამოთვლა. აზე არ არიან და უკვე ბლოგერობა დაიწყეს და პარფიუმის ექსპერტები არიან. ზაფხულში არომატი ორთქლდება უფრო მალე. იმიტომ რომ ცხელა. იგივეა ცხელი კანი, იგივეა სიცხეზე უფრო მალე ორთქლდება. თუ გინდა კანზე დაისხა, ცოტა ესე დაისხი, იმიტომ რომ აქ უკვე ტანსაცმელი ამას იჭერს და აღარ ორთქლდება. სად დავისხათ არომატი? პულსაციის ადგილებზე არის ძალიან კარგი. ყველაზე კარგი არის აი უკან ისხავ, იმიტომ რომ გარშემო შენი შლეიფი ესმის ყველას, თმაზე და ტანსაცმელზე არის ძალიან მდგრადი. ჰაერში ვასხავ და რო შედიხართ, მაგ შემთხვევაში არომატი არის ბევრად ნაკლებად მდგრადი, მაგრამ შლეიფი აქვს ცოტა მეტი. თუ არომატს ახლოდან ისხავ, ის კანში უფრო შედის და უფრო მდგრადია შლეიფი აქვს ნაკლები. ასე რომ ვერავინ ვერ გეტყვით, ის არომატი თქვენთვის უფრო მდგრადია, თუ არ არის მდგრადი. უნდა დატესტოთ თქვენ თავს. კიდევ მითი, რომ ვიყიდე ლუტეციაში ან სადმე და მალე მიქრება. თუ არომატი გიქრება მალე, ეს იმას აღნიშნავს, რომ არის ფეიკი. შეიძლება ფეიკი არომატი 4ჯერ, 5ჯერ და 10ჯერ უფრო მდგრადი იყოს, ვიდრე ორიგინალი. იმიტომ რომ იქ მძიმე მეტალები ნებისმიერ რამეს დაუმატებს ფეიკი, რომელიც არ კონტროლდება, არ მოწმდება და შეიძლება მოგწამლოს. კიდევ ერთ მით შევეხები, რაც უფრო ნატურალურია კომპონენტები, მით უფრო კარგია. სრული ნატურალური კომპონენტებისგან დღესდღეობით არაფერი არ კეთდება. და რატო? სრული ნატურალური კომპონენტები არის უფრო ალერგიული და შეიძლება ვიღაცას მისცეს ალერგია. ასე რომ მარტო ნატურალური კომპონენტის უნამოში არ შეგხვდება. კიდევ რა მინდა ეხლა მე ვთქვა, რომ როდესაც ირჩევ არომატს, მიდიხარ მაღაზიაში, დაისხავ, გაივლი მთელი დღე და ტესტავ შენს თავზე. და არა ის, რომ მეგობარს უფრო დიდხანს უძლებს და შენ გიძლებს უფრო ნაკლებად. მე მგონი ამომწურავად უპასუხე ამ კითხვას და ის, რომ მდგრადობაზე თემას იმედია აღარ დაუბრუნდებით. კიდევ ერთს ვიტყვი, რომ აი მაგალითად არ შეიძლება სიტყვაზე ვთქვათ, აი თუნდაც ხრიდი იყოს უფრო მდგრადი მთელი დღე რო ძლებდეს და 2-3 დღე. იქ ყველა კომპონენტი და კონცენტრაცია არის გათვლილი. სიტყვაზე ვთქვა ტუალეტის წყალს, არომატს, თუ გახდი ეგრევე პარფიუმს ან ექსტრაქტს, შეიძლება ის არომატი ვერ იცნო. იმიტომ რომ გამოვა სულ სხვა არომატი. არ არის ესე მარტივად, რომ სიტყვაზე ვთქვა ციტრუსი, რომელიც არის ძალიან ლამაზი, წლები აქვს პარფიუმის ნაშრომი, ოპა, გახადა უცებ ექსტრაქტი, გააზავა რაღაცა, მიიღო უფრო იგივე არომატი და მიიღო უფრო მდგრადი. არ ხდება ეგრე. ასე რომ
იმის ილუზია არ გქონდეთ, ხო, სიტყვით ვთქვათ, რომელიღაცა ბრენდი სპეციალურად არაკეთებს მდგრადს. არის რაღაც კომპონენტები, რომელიც უბრალოდ მდგრადი ვერ იქნება. კიდე რაც შეეხება სუნამოს სილამაზეს, სუნამოს სილამაზე და მდგრადობა არაფერ შუაშია. სულ წერთ, რომ რაღაცა მაგარი არომატი ვიპოვე 4 დღე აქვს სუნი, მაგით არ ისაზღვრება, რომ სუნამო არის მაგარი. სუნამო არის მაგარი, როდესაც არის ქმნილება, არის ლამაზი, რამოდენიმე გახსნის ფაზა აქვს, საოცრად ჟღერს ყველა გახსნის ფაზაში, ეგ არის ჩემთვის მაგარი სუნამო და არა ის, რომ დავისხა და 4 დღე სუნი მქონდეს. ეხლა რაც შეეხება კიდე ბევრის დასხმას. ბევრის დასხმა არანაირად არ მოქმედებს მდგრადობაზე. ბევრის დასხმით შენ უბრალოდ გაგულდავ ვიღაცას. როდესაც სიტყვაზე ვთქვათ, აი ავიღოთ ერონი, ან ავიღოთ მეგამარი. როდესაც შენ ისხავ 6-ჯერ, 7-ჯერ და მე მეუბნები, რომ დანიელ ვერ ვგრძნობ, ვერ იგრძნობ. როდესაც შენ ამდენს დაისხავ, გარშემო აწუხებ ყველას და შენი რეცეპტორები იკეტება იმის გულისთვის, რომ რამე არ დაგემართოს. შენ რეცეპტორი გეკეტება და საერთოდ ვერ აღგზნობ. ამიტომ ვიცოდეთ ზომა და წონა თუ რამდენი უნდა დავისხათ. მაგასაც ვერავინ ვერ გეტყვით, ეგ თქვენ თვითონ უნდა მიხვდეთ, თქვენ კანზე, თქვენ სხეულზე დაისხათ და ზომა დაადგინოთ, რამდენი არის თქვენთვის საჭირო. ასე რომ, ნუ დაისხავთ ძალიან ბევრს, ნუ გაგუდავთ ვიღაცას. თუ მაინც და მაინც გინდა, რომ მთელი დღის არომატის სუნი იგრძნო, აი ესეთი პატარა 5 მილიგრამიანი ბოთლებით ატარეთ ჯიბეში და ისხი რამოდენიმე, როდესაც ატყობ, რომ უკვე ვერ აგრძნობ, დაიმატებ. შენც ბედნიერი იქნები, სხვაც ბედნიერი იქნება, იმიტომ არ გაგულდავ შენი არომატით და ყველა ვიქნებით ბედნიერები. ქუჩაში გავივლით და ვიღაცის არომატი არ შეგვაწუხებს. აპა თქვენ იცით, კარგად ბრძანდებოდეთ, არხი გამოიწერეთ, დაალაიქეთ და დავეხმაროთ არხს განვითარებაში. აპა, ნახვამდის.